ბათუმის სახელმწიფო თეატრში დღეს გაიმართება. ღონისძიების წინ ორგანიზატორებმა ფესტივალის პროგრამა წარადგინეს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება რამდენიმე კონცერტი, ქართველი მხატვრების გამოფენები, მასტერკლასები და ვორქშოპები მუსიკალური სასწავლებლების, მოსწავლეების და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. ფესტივალი თბილისში გაგრძელდება და 11 ოქტომბერს დასრულდება. ღამის სერენადები 1982 წელს ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ ლიანა ისაკაძემ დააარსა და მის სახელს ატარებს. ფესტივალ ღამის სერენადების ფარგლებში პირველად ეწვევა ნელო სალსა, სოლისტი იტალიიდან, რომელიც გახლავთ ენიო მორიკონეს მეგობარი და წლების განმავლობაში ისინი ერთად ქმნიდნენ ნაწარმოებებს. ენიო მორიკონეს საყვირსაც კი ეძახიან ნელო სალსას. ყოველთვის არის გამორჩეული ეს ფესტივალი, ყოველთვის აქვს თამასა და წელსაც რა თქმა უნდა არ იქნება გამონაკლისი. ყოველთვის მინდა აღნიშნო ისიც, რომ გამორჩეული მუსიკოსები ეწვევიან ხოლმე ფესტივალს. წელს, ანუ დღეს იხსნება ფესტივალი და არიან არაჩვეულებრივი მუსიკოსები ჩამოსული, რაც არავინ არ უნდა გამოტოვოს. მე ძალიან მიხარია და მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფესტივალის მონაწილეც ვარ. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. მინდა პატივი მივაგოთ დიდ მაესტროს ენიო მორიკონეს და მისი კინომუსიკა წარმოვადგინოთ დღეს მსმენელის წინაშე. ჯერა რომ ქართველ მაყურებელს მოეწონება დღევანდელი საღამო. არაჩვეულებრივ ორკესტრთან ერთად მიწევს გამოსვლა საქართველოს ვირტუოზები და იმედი მაქვს ვისი ამოვნებთ დღევანდელი კონცერტით და ასევე ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონ ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალში მონაწილეობის მიღება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით 2025 წლის ფარიკაობის